კონდა შეხვედრა ახლა ევროპარლამენტარების ჯგუფთან, რომელიც წარმოადგენს ესპანეთს, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ძალიან ახლო მეგობარი რასა იუკნებიჩიანიც იყო ამ შემადგენლობაში. ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ იმისათვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღის მოსალოცად ქართული ხალხისათვის 26 მაისი, რამაც არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე უნდა იყოს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ეს ადამიანები ესწრებოდნენ ამ დღესასწაულს, რომელიც რუსთაველზე ქართულმა ხალხმა ჩაატარა გუშინ, მე ვფიქრობ ღირსეულად. ქონდა საუბარი კრიზისზე, რომელიც შეიქმნა ქართული ოცნების მიერ გამოსავლის გზებზე. კრიზისის დაძლევის გზებზე თუ დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ იმაზე, რომ ერთადერთი კრიზისის დაძლევის გზა არის ახალი ეროვნული არჩევნების ჩატარება. იმიტომ რომ ასეთი სიღრმის კრიზისი, როდესაც ლეგიტიმაცია არ აქვს 99 ადამიანს, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან და იკრიბებიან და თავის თავს უწოდებენ პარლამენტს, რა თქმა უნდა, ეს კრიზისი ვერ განმუხტება ვერანაირად გარდა ახალი ეროვნული არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიანი პირობებით. ისინი არ აღიქვამენ, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი აქვთ, ამბობენ, რომ აქვთ მხოლოდ მაღალ დონეზე შეხვედრების დეფიციტი და რაღაცნაირად. ეხლა აღქმა შეიძლება დამახინჯებული კონდეს, როგორც ადამიანს, ისევე ადამიანთა ჯგუფს. ამ შემთხვევაში დამახინჯებული აღქმა ან უბრალოდ იტყუება იმისათვის იტყუებიან და ალბათ უფრო იტყუებიან, ძალიან კარგად გრძნობენ ამ სიმძიმეს და ამ პრობლემებს, რომელსაც ყოველდღიურად ეჯახებიან, დამერწმუნეთ, რომ ყოველდღიურად ეჯახებიან ამ პრობლემას. ძალიან ცუდია, როდესაც ხელს არავინ არ გართმევს, მით უმეტეს ცივილიზებულ სამყაროს არც ერთ წარმომადგენელი, ხო? ჩვენ ნახეთ გუშინ ვაიმარის სამკუთხედის შემადგენელი ქვეყნების ლიდერების განცხადება, გერმანიის ლიდერი, საფრანგეთის ლიდერი და მაკრონის ხელის ჩამორთმევა უსწრებდა ამ განცხადებას, მაგრამ განცხადება იყო მძიმე, მათ შორის მოწოდება ელაპარაკეთ ოპოზიციას. განცხადება იყო ძალიან მკაფიო, ორაზროვნების გარეშე. და პირდაპირ აფასებდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და მილოცვა იყო ქართული ხალხისადმი. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ გერმანიის ლიდერის, საფრანგეთის ლიდერის და პოლონეთის ლიდერის. ეს არის ის სამკუთხედი, რომელიც ბევრად განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას. განსაზღვრელია შეიძლება ითქვას ევროკავშირის პოლიტიკის. ამიტომ გუშინ ჩვენ ნახეთ დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ, ამიტომ არ შეიძლება რომ ეს არ აწუხებდეს ნორმალურ ადამიანს და ცხადია რომ ძალიან აწუხებთ ეს შეფასება, იმიტომაც იყვნენ დღეს დილიდან ძალიან ცუდ ხასიათზე პირდაპირ ვთქვათ ქართული ოცნების სპიკერები. ტრამპის მილოცვა გამოუკეთებდათ თუ არა მათ ხასიათს? ხო, ეხლა დღესდღეობით ჩვენ საბედნიეროდ ჯერ კიდევ არა ვართ ჩრდილო კორეის ქვეყნების რანგში, ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია ცხადია ყურადღებით ადენებს თვალყურს ვისი დამოუკიდებლობის დღე არის კალენდარში და შესაბამისად პროტოკოლის გათვალისწინებით ულოცავს ადმინისტრაციის წარმომადგენელი აგზავნის მილოცვის წერილს, იმიტომ რომ იქ არ არის ტრამპის ხელმოწერა იქ არის, როგორც მარკო რუბიომ დაწერა. ამ შემთხვევაში ეს უფრო ავტომატიზირებული მილოცვა არის, ამაზე რა თქმა უნდა ტრამპის ხელის მოწერა არ არის, იმიტომაც ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მედია არ აქვეყნებს ამ მილოცვას, იმიტომ რომ იქ არ არის ტრამპის ხელმოწერა, იმიტომ ეს არის კიდევ ერთხელ რომ დედანი გაგზავნილ წერილზე არ არის ასეთი არ არის ხელმოწერა, ცალსახად, იმიტომ რომ ეს არის კიდევ ერთხელ არ გვინახავს ეს წერილი. იმიტომ არ გინახავთ, სწორედ რომ არ არის. ხო, აქამდე რამდენჯერ გამოაქვეყნებდა თქვენ წარმოგიდგენიათ, ხო? მოკლედ, მე ისე თქვა მინდა, არ ვარ ჯერ ამ ქვეყნების ნუსხაში და ღმერთთან უშეგვიყვანოს, რა პირდაპირ გეტყვით, სადაც დამოუკიდებლობის დღესაც არ ულოცავენ პროტოკოლურად გათვალისწინებული მილოცვით. მე არ მინდა და არ დაუშვებთ ჩვენო ესეთ რამე მოხდეს, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს ჩრდილო კორეის ტიპის ქვეყნების რანგში, რომელსაც არ ულოცავენ ეროვნულ დღესასწაულს. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის სწორედ გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ადევნებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი თვალყურს როდის არის ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული დღესასწაული და ულოცავს, რა თქმა უნდა, შესაბამისი გზავნილით. ჩვენ ნახეთ რუბიოს წერილი, რომელიც ასევე ძალიან გულდასაწყვეტი აღმოჩნდა ქართული ოცნების, იმიტომ რომ იქაც ქართულ ხალხს მიულოცა მარკო რუბიომ. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ეს, რაც ჩვენ ნახეთ კიდევ ერთხელ როგორც ხაზგასმული ხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ და ხაზგასმით იგნორირება
უზურპატორი ხელისუფლების. ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აი როცა ამაზე აკეთებთ თქვენ აქცენტს, სწორედ ამიტომაც ტრამპის გზავნილი, რომლის ადრესატი მიხეილ ყაველაშვილია, იქნება თქვენ აი ამ განცხადებების საპირწონედ ხელისუფლების მხრიდან. კიდევ ერთხელ ყველაფრის საპირწონე შეიძლება ხო ჩვენ ქართული ოცნების სპიკერების ყალბი განცხადებებით, გამოვიტანთ დასკვნებს, იმიტომ რომ შეუძლებელია საპირწონე იყოს ის რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელი აგზავნის ასე ვთქვათ მორიგე გზავნილს გამომდინარე კალენდარში აღნიშნული დამოუკიდებლობის დღიდან და მეორე მხრივ პირდაპირ მიზნობრივი წერილი, სადაც არის ქართული ხალხისადმი ხარდაჭერა და დაგმობილი არის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები ხელისუფლების, მე მგონი მათი შედარება არ იქნება მიზანშეწონილი, თუმცა მე ხაზი გავუსვი რომ მე ისევ როგორც ჩემს კოლეგებს ჩვენ მიგვაჩნია რომ არასდროს არ უნდა დაუშვათ ის რომ ქვეყანაში ისეთ მდგომარეობა შეიქმნას და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროტესტი რომ ქვეყანა აღმოჩნდეს ჩრდილოეთ კორეის ტიპის ქვეყნების რიგში რომელსაც აღარ ულოცავენ ეროვნულ დღესასწაულებს. შესაბამისად მე ამას დაკავშირებით ჩვენ პოზიცია მკაფიოდ გამოხატეთ. ბატონ ბადრი, როგორ მივდივართ ახალ ეროვნულ არჩევნებამდე, იმიტომ რომ 6 თვეა ეს პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც უფრო ემოციურადაც და მასშტაბითაც უფრო, ესე ვთქვათ, შთამბეჭდავი ფაზები ჰქონდა და მაშინაც კი ხელისუფლებას ნიშანი არ გამოუცია, რომ ის მიდის ახალ ეროვნულ არჩევნებზე. აი ახლა როგორ წარმოგიდგენთ? ნიშანს, როდესაც გამოსცემს, ჩაინიშნება მეორე დღეს. ანუ ეს არ არის ეს ვითარება რომ ჯერ ნიშანს გამოსცემს და მერე ორ თვეს ჩანიშნავს. ნიშანს როდესაც გამოსცემს, ქართული ოცნება ჩვენ ეს ძალა ვიცით, ეს ნიშნავს რომ იმავე დღეს ჩაინიშნება ახალი არჩევნები. ამიტომ მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ პროცესი? ესე ქვეყნის მართვის გაგრძელება მე ფიქრობ ერთი მართვა ამას არ ქვია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ხო? ყოველდღიურად მძიმდება ვითარება ეკონომიკურად, გაედინება ჩვენი თანამოქალაქეების დიდი რაოდენობით გადინებას აქვს ადგილი, ამავდროულად ყველა პრობლემა წავდება, მათ შორის კრიმინალური ვითარება, არც ერთი ცივილიზებული პრაქტიკულად ცივილიზებულ საყოველთაოდ არც ერთი წარმომადგენელი არ ხდება არც მაღალ დონეზე, არც საშუალო დონეზე და არანაირი კომუნიკაცია არ აქვს ქართულ ოცნებასთან, ასეთ ვითარებაში ქვეყნის მართვის გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან დიდი სურვილი აქვს ქართულ ოცნებას, შეუძლებელია 99 კაციანი პარლამენტით ქვეყნის მართვის გაგრძელება წარმოუდგენელია. ამიტომ რაღაც პერიოდს ესენი ცხადია რომ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ასეთ გაწყვეტილებას მიიღებს, ბიზნეს ევანიშვილი, მათ უნდა ქონდეს საკმარისი мотиваცია, რომ ეს გაწყვეტილებას მიიღოს. მარტო ზეწოლით მე ფიქრობ, რომ მოწოდება იყო სწორედ კარგი, ასე ვთქვათ, გზავნილი დიალოგისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ნახეთ მზად ხართ ოცნებასთან დიალოგისკენ ხართ. დიალოგი ჩანიშნავს, რა თქმა უნდა, თუ კი ჩვენ საუბრობთ ჩანიშნაზე ახალი არჩევნების, ეს შეთანხმებით უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ოღონდ არა ის დიალოგი, როდესაც წელავს მოლაპარაკებას ქართული ოცნება, როდესაც ელაპარაკება და გათხოვებს ასეთ დიალოგის ფორმატს ხედავთ, თუ ფიქრობთ, რომ რაღაც ტიპის ჩართულობა უნდა იყოს პარტნიორების? რა თქმა უნდა იყოს, ჩვენ საკმაოდ გამოცდილება მივიღეთ ქართული ოცნებასთან ურთიერთობის, მათ შორის თვეობით მოლაპარაკებები, გახსოვთ 2020 წელი, 2021 წელი, მე ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებებში, მიუხედავად მართლაც სრული მზაობისა, რომ შეთანხმებას მიგვეღწია, იყო მუდმივი ცდელობა, რომ გაეწელათ ეს პროცესი, პრაქტიკულად ყველა შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, მათ მიერ ფეხქვეშ იქნა გათელილი, იმიტომ რომ არც ერთი ეხლა მათი დემაგოგის სპიკერები რომ საუბრობენ თურმე სუვერენიტეტის დათმობას თხოვენ, სუვერენიტეტის დათმობა არ არის თავისუფალი სასამართლო. ეს არის ქართული ხალხის უფლება, რომ ჰქონდეს თავისუფალი სასამართლო. ის რომ სამართლიანი უნდა იყოს არჩევნები, ეს არ არის სუვერენიტეტის დათმობა, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების შესუსტება, იმიტომ რომ მათ ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლიათ მხოლოდ არასამართლიანი არჩევნების პირობებში. ჩვენ სუვერენიტეტს ამტკიცებს დამოუკიდებელ სასამართლო, ჩვენ სუვერენიტეტს ამტკიცებს სამართლიანი არჩევნები, ჩვენ სუვერენიტეტს ამტკიცებს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. აი სწორედ ეს არის ის რისი მიღწევაც გსურს პოლიტიკაში და რაც
ქართული ოცნებისთვის არის საფრთხის შემცველი, რადგან მათთვის თავარია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ქვეყნის ეკონომიკის აღმასვლის და წარმატების და ზრდის პირობა არის სწორედ კეთილდღეობით სავსე ევროპულ ოჯახში გაერთიანება, უსაფრთხოების გარანტია არის ევროპულ ოჯახში გაერთიანება, სადაც არ უნახავთ ომი, იმის შემდგომ რაც შეიქმნა ეს გაერთიანება, ამით არის უნიკალური ერთიანობა, რომელიც მას უზრუნველყო ყველა ქვეყნის უსაფრთხოება და უზრუნველყო ამავდროულად კეთილდღეობა ყველა ქვეყნის, რომელიც ევროკავშირის წევრია. ჩვენ ეს გვსურს ქართული ხალხისთვის. ქართულ ოცნებას სურს ძალაუფლების შენარჩუნება და ამის წართმევა ქართული ხალხისთვის, ამ სიკეთეების წართმევა. ამიტომ არის რომ აუცილებელია ქართულმა ხალხმა ახალ არჩევნებზე, ვისაც ენდობა, მას მისცეს ხმა, ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი პირობებით.